მოგესალმებით, თქვენ უყურებთ რეგიონის დღის მთავარ ამბებს. სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2025 წელს ყველაზე მეტი სტუდენტი იმ ფაკულტეტზე ჩაირიცხა, რომელიც გაუქმეს ან მიღება შეამცირეს. კერძოდ, უნივერსიტეტში სხვადასხვა ფაკულტეტზე 2025 სასწავლო წელს ჯამში 261 სტუდენტი ჩაირიცხა. აქედან ყველაზე მეტი 69 სტუდენტი საჯარო მმართველობაზე და 24 სტუდენტი სამართლის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. ეს ორი მიმართულება ქართული ოცნების განათლების რეფორმის მიხედვით საგანმანათლებლო დაწესებულებაში გაუქმდა. გარდა ამისა, ინგლისურ ფილოლოგიაზე ჩაირიცხა 35 სტუდენტი. წელს კი ამ ფაკულტეტზე სწავლას 20-ზე მეტი სტუდენტი ვერ შეძლებს. რაც შეეხება დანარჩენ ფაკულტეტებს, 2025 წელს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაირიცხა ისტორია 20 სტუდენტი, ქართული ფილოლოგია 13 სტუდენტი, დაწყებითი განათლება 40 სტუდენტი. რამდენი სტუდენტის მიღება შეძლებს წელს საგანმანათლებლო დაწესებულება უცნობია. რექტორის მოადგილე ნიკო ახალკაცი გვეუბნება, რომ აქამდე დაწყებითი განათლება იყო 4+1 ინტეგრირებული პროგრამა. ანუ სტუდენტი 5 წელში სწავლას ასრულებდა და მაგისტრის სტატუსიც ექნებოდა. მისივე თქმით, ახლა დაწყებითი განათლება მხოლოდ საბაკალავრო პროგრამით უნდა გაკეთდეს და ხელახლა გაიაროს აკრედიტაცია. ბიზნესის ადმინისტრირება 3 სტუდენტი, ეკონომიკა 12 სტუდენტი, ინფორმაციული ტექნოლოგიები 15 სტუდენტი, ეკოლოგია 11 სტუდენტი, წელს 20 სტუდენტის მიღება შეძლებს. აგრონომია 4 სტუდენტი, წელს 40 სტუდენტის მიღება შეძლებს. ვეტერინარია 15 სტუდენტი, წელს ამ ფაკულტეტზე 60 ადგილი იქნება. ყველაზე დიდი პრობლემა და ჩემი გულის ტკივილი ის არის, რომ ფიქრობ იმაზე, რომ არ ჩამებარებინე წინა წელს, ალბათ ჩემი მთელი ბავშვობის ოცნება, არ ვიცი, თავზე ჩამომენგრეო და როგორც ძალიან ბევრ ეხლანდელ აბიტურიენტს შეიძლება ჩამოენგრეს თავისი ოცნება, იმიტომ რომ ძალიან ბევრის ძალიან დიდი სურვილია, რომ ილიანოში სამართალზე ისწავლოს. ფაქტობრივად დღეს რაც ხდება, 300 სტუდენტზე მეც ვეღარ მიიღებს ილიონი. გაუქმდა ილიონის 92% ფაკულტეტები, რაც არის სრულად იმის მაჩვენებელი, რომ ფაქტობრივად უნივერსიტეტი არის დახურული. იმიტომ რომ ყველაზე აღსანიშნავი და ყველაზე ძვირფასი ფაკულტეტები რაც იყო, მათ შორის საქართველოს ან ბიუჯეტში შემტანი ბაზარზე რაც იყო ყველაზე მეტად აქტუალური ფაკულტეტები, ისინი ყველაფერი დაიხურა ილიონის. მათ შორის იყო სამართალი. გარდა ილიონისა, სხვა უნივერსიტეტებსაც წაერთვათ ეს ფაკულტეტები, მათ შორის არის სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი. და გული შემტკივა ჩემი კუთხის აბიტურიენტებზე და ჩემი კუთხის მომავალ სტუდენტებზე, რომლებიც ვერ შეძლებენ კონკრეტულად ძალიან ბევრია ესეთი ძალიან ვიცით, რომ ძალიან ბევრი ვიცით ისეთი სტუდენტები და ესეთი აბიტურიენტები, რომლებიც ვერ ახერხებენ თბილისში ჩამოსვლას იმის გამო, რომ საარსებოდ არ ექნებათ ბინის ქირის გადასახადი, ოჯახებს არ ექნებათ, რომ კონკრეტულად საარსებოდ თანხა მისცენ თავიანთ შვილებს და ამის გამო რაიონში უწევთ იცხოვრონ და თან პარალელურად ისწავლონ ისეთ ფაკულტეტებზე, რომლებზეც სურთ თვითონ. ძალიან ბევრი მეგობარი მყავს მე კონკრეტულად სამცხე-ჯავახეთში, რომლებსაც რეალურად უნდოდათ სამართალზე ძალიან უნდოდათ სწავლა და ზუსტად მაგ პირობებიდან გამომდინარე ვერ ჩამოვიდნენ თბილისში და მოუწიათ სამცხე-ჯავახეთში დარჩენა. და ძალიან კიდევ ბევრს ვთქვი, რომელმაც უნდა ჩააბაროს უკვე. ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ისინი ვერ შეძლებენ, იმიტომ რომ ფაქტობრივად სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტსაც წაერთვა სამართლის ფაკულტეტი. გამოცემების ქრონიკა პლუსის და სინიუსის რედაქტორი ელისო კილაძე დღეს დააკავეს. პროკურატურის ცნობით მას ედავებიან თაღლითობასა და ფულის გათეთრებას, ეგრეთ წოდებული კოლ-ცენტრების საქმეში, სადაც ფიგურირებენ ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და ძმები დავით და გიორგი მიქაძეები. დაკავების შესახებ ინფორმაცია პირველად ტევ პირველმა გაავრცელა. კილაძე საკუთარ სახლთან სპეცრაზმა აიყვანა. პროკურატურა ამბობს, რომ იგი ფარცხალაძე მიქანაძეების ორგანიზებული ჯგუფის წევრობაში
არის ბრალდებული. პროკურატურის ცნობით ელისო კილაძე ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის და ფულის გათეთრების ბრალდებით არის დაკავებული. მათივე ინფორმაციით, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება. სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებულია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი ელისო კილაძე. ბრალდების დადგენილება ასევე წარედგინება ჯგუფის სხვა წევრებს: გივი ჭიბლაძეს, ბენა ნორს, თორნიკე ჯანელიძეს და გიორგი კამლაძეს, რომლებმაც ქმედითად ითანამშრომლეს გამოძიებასთან და არა მხოლოდ აღიარეს ჩადენილი დანაშაული, არამედ არსებითად შეუწყეს ხელი ტრანსნაციონალური დანაშაულის გახსნას. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ როგორც წინა პერიოდში ჩატარებულ ბრიფინგზეც განვაცხადეთ, 2020-2023 წლებში მიუხედავად ამ მიმართულებით სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული სამართლებრივი ბრძოლისა, ქვეყანაში მაინც არსებობდა რამდენიმე ათეული თაღლითური კოლ-ცენტრი. მოწმეთა ჩვენებებით, აღნიშნული კოლ-ცენტრების დიდი უმრავლესობა ეკუთვნოდა პირთა ჯგუფს, რომლებიც მიღებული შემოსავლებიდან სხვადასხვა ოპოზიციურ მედია საშუალებას აფინანსებდა. ხოლო კოლ-ცენტრების შედარებით მცირე ნაწილის მფარველობას გრიგოლ ლილუაშვილი და ოთარ ფარცხალაძე მათი უახლოესი გარემოცვის წევრების მეშვეობით ახორციელებდნენ. მოცემულ საქმეზე საქართველოს პროკურატურის და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ერთობლივად ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2020-2023 წლებში საქართველოში ოთარ ფარცხალაძის მფარველობით ფუნქციონირებდა შეთანხმებულად მოქმედი სტრუქტურული ფორმის მქონე ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომლის მიზანს მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღება და შემდგომში ფულის გათეთრება წარმოადგენდა. ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა საქართველოში დააფუძნეს რამდენიმე იურიდიული პირი, რომელთა ბაზაზეც თბილისში სხვადასხვა ლოკაციებზე მოაწყვეს თაღლითური კოლ-ცენტრები რუსულენოვანი, ინგლისურენოვანი და გერმანულენოვანი განყოფილებებით. კოლ-ცენტრების ოპერატორები ხელმძღვანელი პირების მითითებისამებრ მომხმარებლებს იზიდავდნენ ყალბ სავაჭრო პლატფორმებზე, მომგებიანი ინვესტიციის განხორციელების დაპირებით ახდენდნენ ვაჭრობაში ჩართვას და მომხმარებლების ინვესტირებული დიდი ოდენობით თანხების თუ კრიპტოვალუტის მოტყუებით დაუქლებას, ხოლო შემდგომში უკანონო აქტივობის განთავსებას, დანაწევრებას და ინტეგრაციას. ორგანიზებული ჯგუფის წევრთა ფუნქციები მოიცავდა დანაშაულებრივი კოლ-ცენტრების გამართული საქმიანობის და ფუნქციონირების უზრუნველყოფას, კოლ-ცენტრის უკანონო საქმიანობის სამართალდამცავებისგან და სხვა კონკურენტი ორგანიზაციებისგან დაცვა მფარველობას, გამოაშკარავების შემთხვევაში საინფორმაციო მხარდაჭერას და საჭიროების მიხედვით ეგრეთ წოდებული დაუმორჩილებელი კონკურენტების საქმიანობის გამჟღავნების უზრუნველყოფას. კერძოდ, გივი ჭიბლაძე, ბენა ნორი, თორნიკე ჯანელიძე და გიორგი კამლაძე უზრუნველყოფდნენ კოლ-ცენტრის გამართულ ფუნქციონირებას, იღებდნენ გადაწყვეტილებებს კოლ-ცენტრის გაფართოების ან ადგილმდებარეობის ცვლილებასთან დაკავშირებით, ახორციელებდნენ საქმიან პროცესზე აქტიურ ზედამხედველობას, შემოსავების და ხარჯების აღრიცხვას, ხელფასების და ბონუსების გაცემას, ასევე პარტნიორებისა და მფარველებისათვის გასანაწილებელი თანხების კალკულაციას და განაწილებას. ორგანიზებული ჯგუფის სხვა წევრები, გიორგი მიქაძე, დავით მიქაძე, ირაკლი სეხნიაშვილი და მიხეილ ჩოხელი, ოთარ ფარცხალაძისა და მისი გავლენების მეშვეობით უზრუნველყოფდნენ კოლ-ცენტრის დანაშაულებრივი საქმიანობის მფარველობას, რაც გულისხმობდა სამართალდამცავებისგან და კონკურენტი ორგანიზაციებისგან ჩარევისგან დაცვას. ამასთან მონაწილეობდნენ კოლ-ცენტრის ფუნქციონირებისათვის საჭირო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. აღსანიშნავია, რომ კოლ-ცენტრის საქმიანობის გამოაშკარავების ან ასეთი რისკის არსებობის შემთხვევაში სათანადო ინფორმაციის სხვადასხვა მედია პლატფორმაზე გავრცელებით ელისო კილაძე უზრუნველყოფდა დანაშაულებრივი საქმიანობის კანონიერად წარმოჩენას. ამავდროულად იმ კონკურენტი კოლ-ცენტრების მხილების მიზნით, რომლებიც არ იყვნენ მათი გავლენის ქვეშ მოქცეულები, ელისო კილაძის მიერ ხდებოდა მათი ადგილმდებარეობის და თანამშრომლების თაობაზე ინფორმაციის საჯაროდ გავრცელების დაგეგმვა, გავრცელების მუქარა თუ გავრცელება და შემდგომში მათი შანტაჟის გზით განმობირებისათვის სათანადო პირობების შექმნა. გაწეული საქმიანობისათვის გავლენის და საინფორმაციო მფარველები არარეზიდენტი პირებისგან მოტყუებული დაუქლებული თანხებიდან ყოველთვიურად სოლიდურ სარგებელს იღებდნენ.
რაც მხოლოდ ამ ეტაპზე გამოძიებით არის დადგენილი 2020-2023 წლებში დანაშაულებრივი საქმიანობის ფარგლებში ორგანიზებული ჯგუფის წევრები მოტყუებით დაეუფლნენ უცხო ქვეყნის 200-ზე მეტი მოქალაქის კუთვნილ დაახლოებით 9.5 მილიონი ამერიკული დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტას. შემდგომში უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მიზნით დაზარალებულებისგან მოტყუებით დაუფლებული ვირტუალური აქტივები დანაწევრებით მრავალჯერადი ტრანზაქციებით ნაწილდებოდა სხვადასხვა კრიპტოსაფულეებზე, რომლებსაც ორგანიზებული ჯგუფის წევრები განკარგავდნენ. ხოლო ვირტუალური აქტივების კონვერტაციის შედეგად მიღებული ნაღდი ფული ხმარდებოდა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის საჭიროებებს, ხელფასების და ბონუსების გაცემას, კოლცენტრების მიმდინარე ხარჯების დაფარვას. ასევე დანაშაულებრივი საქმიანობის ფარგლებში აკუმულირებული სახსრები ჯგუფის წევრების მიერ, როგორც თითქოს და კანონიერი გზით მიღებული შემოსავალი მიმართული იქნა უძრავ-მოძრავი ქონებების შესაძენად. ოთარ ფარცხალაძის, გიორგი მიქაძის, დავით მიქაძის, ირაკლი სეხნიაშვილის, მიხეილ ჩოხელის, ელისო კილაძის, გივი ჯიბლაძის, ბენ ანორის, თორნიკე ჯანელიძის და გიორგი კამლაძის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180 და 194 მუხლებით გამოტანილი ბრალდება საჯელის სახედას ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქართველოს პროკურატურა ელისო კილაძის, გიორგი მიქაძის და მიმალვაში მყოფი ბრალდებულების, ოთარ ფარცხალაძის, დავით მიქაძის, ირაკლი სეხნიაშვილის და მიხეილ ჩოხელის მიმართ პატიმრობის შეფარდების. ხოლო გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხის გათვალისწინებით გივი ჯიბლაძის, ბენ ანონის, თორნიკე ჯანელიძის და გიორგი კამლაძის მიმართ გირაოს შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში იმართავს. ეს იყო ჩვენს ხელთ არსებული დღევანდელი ბოლო ინფორმაცია. მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვევით ჩვენ ვებ და Facebook გვერდს. გმადლობთ რომ გვიყურებთ. ხვალამდე.